ეს არის აუზის შენობა უნივერსიტეტის ქუჩა ნომერი 2-ია, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ეხლა გაჩვენებთ აი შეჭმული ქონების 250,000 ლარი, რომელიც გამოიყო. ეს არის მარიჯვენი ნაცნობის გურამი გოგოლაძეს. აი ესე დაამტვრიეს, დალეწეს ჩვენს გარეშე მოხდა დემონტაჟი უნდათ, მაგრამ ვერ მოერივნენ. ეს არის თლიანად სპორტ კომპლექსი. ეს დაცვის მანქანა ოლიმპიადის მაგიერ გააკეთეს აიქსის თვალწევექსის სამი კაცი. ახლოს უნდა მივიდე, ვერ ხედავთ ისე. პირველად ხედავ ამ კაცს. თუ არ ვწდები, ეს არის ბატონი გურამ გოგოლაძე, რომელმაც არ იკითხა საერთოდ ჩემი არაფერი და ეს არის ცოლიძმა თუ არ ვწდები, იმის რა ქვია. შალვა, იცი რა, ნუ დამცინი ხართ. ეს ადამიანი პირველად ხედავთ მე თქვენ, არ გიცნობთ საერთოდ. არც თქვენ კიდევ საერთოდ არ გიცნობთ, უკაცრავად თქვენ არ გიცნობთ და არანაირი უფლება არ ქონდათ თქვენ ამ შენობის დემონტაჟი. ჯერ მე უნდა გეკითხათ, უნდა ჩაგეკიდეთ რაიმე. მე ვინა ვარ? არ იცოდი რო ყიდულობდი ამას? ვიცოდით რო ყიდულობდით? თუ თქვენ ეს იყიდეთ ნამდვილად. მე არა, ქალბატონო, მე თქვენ აბოლო იყიდეთ? ის სახელმწიფოსგან რომელი სახელმწიფოსგან? საქართველოს სახელმწიფო. კი, მაგრამ ვინ მოკიდა? სახელმწიფო, როგორ გითხართ ხოლმე ეკონომიკის თქვენ იყარით აქ მოსული სახეს იკითხეთ რა არის ეს აშენობა ხო? თქვენ დაინტერესებული პირი ხო ბრძანეთ? მე მიწეს აქ არსტორულები ცხოვრობენ. ყოველი არა ვარ მე. ხო და არ გვალდებულებაში მეწერა და არაფერში არ გქონია რომ ვინმე ცხოვრობს. უნდა გეკითხათ ბატონო. ვიკითხე ქალბატონო, ხო თუ არ გჯეროთ წადეს და კითხეთ ახლა რა. თქვენ მაგმა არისო, ხო თქვენი ძმა ხო? ჩემი ძმა გაწავიდა სამსახურიდან ის მე თქვენ მაგმა არისო რა ცხოვრობდი, ადამიანი ხო ვარ კაცო, მე ბოლოს ჩემისგან არ მიყიდია და როგორ გითხოთ ახლა ვინ არა? ასაგებია, ბატონო გურამ, მაგრამ უნდა გეკითხათ, რაღაცა უნდა ჩამეგდეთ. დაგეხმარებით და ეს მე არ მოხვედი ადამიანი, მე ახლა მე ამაზე არ ვიცოდი, შევეკითხოთ ვინ არის ეს კაცი. მე დირექტორი დაინიშნა, მე ვარ ახლა. რემონტებს ვაკეთებ, არავით არის რესტორანი. გურამ გოგო. კი, გავიგე, მაგრამ თქვენ რა დაინტერესებული პირი ხართ, თქვენ ყიდველი ხართ, ხო უნდა ვიცოდე მე ვინ ახარ. მნიშვნელობა როგორ არა აქვს ჩემთვის. ეს მნიშვნელობა ჩემია ეს ყველაფერი, არის სახელმწიფო მომცა, რომელიც უნდა ჩავავამზადებ. ხო, იყიდეთ თქვენ? ვამზადებ ამას ოლიმპიადას. მაშინ არ გიყიდეთ თქვენ, თუ კი იყიდეთ, მაშინ ვამზადებ, აბა ეხლა როგორ ვთქვი? სახელმწიფოს ხელშეკრულება გაქვს დადებული სახელმწიფოს უმზადებთ? თუ როგორ ხელშეკრულებით გაქვს ეს საქართველოს. მაშინ არ ყოფილა თქვენი, ხო ესე გამოდის. სახელმწიფო გამარ ხელშეკრულებაში ვიცი რომ ოლიმპიადას მე უნდა უმასპინძლოს ხომა. და ქარიშხალა უმასპინძლოს. ქარიშხალა თქვენია? არა, ოლიმპიადა რომ უნდა ყოფილიყო, ეს მე ვიცი და მე არ მიმიქცევი აკურატება. ბატონო, მაგაზე მიდის რემონტებში. აბა ეს სახელმწიფოს არ აქვს ის სახები რომ ოლიმპიადა ჩაატარო. ჩვენ გვაქვს რაღაც ინვესტიცია. სახელმწიფოს მიცა სახელმწიფო 250,000 ლარი და კიდე იყო 150,000 ლარი, 250 თქვენთვის არ გეუბნები, თქვენ არ გეუბნებით. სახელმწიფოს არ აქვს ის სახა რომ თავისთვის რაღაცა რემონტები აკეთოს და ამხელა კომპლექსები გასაგებია, კი ბატონო, გასაგებია. ეხლა აგიხსნით ოლიმპიადა და ეწება საქართველოში. ჩემთ მარტო ჩემთან კი არა, ეწება სადღაც კიდე 15. მე პირიქით მოხარული ვარ ოლიმპიადაში. გაკეთდა ოლიმპიური ცენტრები, გაკეთდა ეს. ეხლა ეს ერთი იყო რომელიც უპატრონოს იყო და არაფერი არ ხდებოდა. რომელიც დაგვევალა, გადმოგვეც, იმიტომ ისე სახელმწიფოს ეხლა ნახე დავით ამ